შეიძულეთ ის, რაც თქვენ არ გაქვთ. უგულებელყოფა საუკეთესო შურისძიებაა. ძალაუფლების 48 კანონის 36 კანონის განხილვა. კანონის ფორმულირება დავყავი 4 ნაწილად, იმიტომ რომ კი არის ერთი კანონის ქვეშ, ესე ვთქვათ, მოქცეული, მაგრამ თითქოს სხვადასხვა მაგალითს ეხმიანება. პირველი არის მცირე პრობლემის აღიარებით მას არსებობასა და ძალას ანიჭებთ. და აი ახლა ძალიან მარტივი მაგალითი გამახსენდა, მაგალითად არის სახეზე გაქვს პატარა გამონაყარი და იმიტომ რომ ზედმეტი ყურადღება მიაქცია და აწვალა, გადიძდა და შეიძლება დაგემართოს აკნე, ხო? ასე არის ნებისმიერი პატარ-პატარა გამოწვევა და პრობლემა. მე ისეთ პრობლემაზე და გამოწვევაზე არ ვამბობ, რომ ცუნამია და არ გაიწიო, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ჩვენი ჩაუთვალობით ბევრად უფრო მარტივად და ნაკლები, ესე ვთქვათ, ძალისხმევით გვარდება. და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვფიქრობთ, რომ გვაქვს ესა თუ ის პრობლემა, გავაკეთოთ ანალიზი ჩვენი, ესე ვთქვათ, ჩართულობით და ფოკუსის მიმართვით, უფრო ხო არ გავადიდებთ, ესე ვთქვათ, ამ პრობლემას და იქნებ განზეთ გადგომით და დისტანცირებით უფრო დავაპატარავოთ და საბოლოო ჯამში ისე მოგვარდეს, რომ ჩვენი რესურსი საერთოდ არ წაიღოს. მეორე ნაწილი არის, რაც მეტ ყურადღებას უთმობ მტერს, ის მით მეტად ძლიერდება, ხო? და ამას ნამდვილად ვეთანხმები და კარიერის მანძილზე, რაც მახსენდება, მინიმუმ 3 ესეთი შეცდომა მაქვს დაშვებული. შეიძლება გადამეტება იყოს, რომ დავარქვა დღევანდელი გადმოსახედიდან ამ 3 ადამიანს მტერი, თუმცა იმ მომენტისთვის იყო მტრული განწყობა, არაჯანსაღი კონკურენცია და იმის მაგივრად, რომ ყურადღება არ მიმექცია, პირიქით მეც ჩავები ამ ბრძოლაში და გამოუშვი, ესე ვთქვათ, ჩემი შინაგანი ვებხვი, რკინისქალი, დამცველი, რაც გინდათ და ბევრად უფრო ცუდი შედეგი არ გამოუღია იმ თვალსაზრისით, რომ შედეგობრივად არ წამიგია, მაგრამ ნერვები, დრო და ეს რაღაცა ნეგატიური აზრები ნამდვილად შემოიჭრა ჩემში და მართავდა კიდევაც. აქედან გამომდინარე, დიდი სიამოვნებით დღეს რო ვიყო, ამ შეცდომას არ დაუშვებდი და ამ ადამიანებს ჩემ ენერგიას საერთოდ არ მივცემდი. მესამე ნაწილი ამ კანონის არის შემდეგი, რომ უმცირესი შეცდომა თავს მეტად იჩენს და უფრო შესამჩნევია მისი გამოსწორების მცდელობისას. და მართლაც ესეა, ხო? შეიძლება შეცდომა თავიდან პატარა იყოს, მაგრამ მის მიჩქმალვაში, დამალვაში, უაზრო მობოდიშებაში იმდენ რესურს ხარჯავთ, რომ უფრო ვადიდებთ, ესე ვთქვათ, მას იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თვითონ მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ და როდესაც ჩვენ დაშვებულ შეცდომას ჩვენვე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რა თქმა უნდა, ეს შეცდომა ვის მიმართაც დაუშვით, ეს დამსაქმებელია კომპანია თუ ფიზიკური, ისიც უფრო, ესე ვთქვათ, რაღაცა აღშფოთებით ხდება ჩვენივე რეაქციიდან გამომდინარე და ამაზე მახსენდება, რომ მემკვიდრეობით ჩემს ერთ-ერთ სამსახურში მერგო ჩემი წინა უფროსისგან მიჩქმალული შეცდომა, რომლის გამოც კომპანიას უწევდა ზედმეტი $75,000 გადახდა და ძალიან ვინერვიულა, იმიტომ რომ ის უკვე წასული იყო, მე ვიყავი მის ადგილას და რაღაცნაირად შეიძლება ჩემი პასუხისგებლობა გამხდარიყო და ფიქრი როცა დავიწყე, რომ მოდი იქნებ მივშხმალავ და ესე ვთქვათ, გავატარებ ისე, როგორც თითქოს არაფერი არ მანერვიულებს, ამაზე იდეები რაც მომივიდა, კიდევ უფრო მეტი შეცდომა უნდა დამეშვა, რომ მომწოდებელს მაგალითად ფასდაკლებაზე დავლაპარაკებოდი, ამიტომ პირდაპირ უთხარი კომპანია ვისიც იყო, რომ მემკვიდრეობით მერგო ეს, გამოსავალი არის ეს და ეს, ან მითხარი ის შენ რაც გინდა და ბევრად უფრო არა, ძალიან დიდი სანდოობა გამოიწვია ამ ჩემმა მოქმედებამ და ესე ვთქვათ,
რაღაც მხრივ ჩემი შეცდომის აღიარებამაც, იმიტომ რომ სამსახურში მემკვიდრეობით რა გერგება უკვე შენი ესე ვთქვათ სატარებელი ტვირთია. და მეოთხე არის მეოთხე ნაწილი ამ კანონის ფორმულირების, თუ რაღაც სურთ, მაგრამ ვერ იღებთ, უგულებელ ყავით, რაც უფრო ნაკლებ ინტერესს გამოავლენთ, მით მეტად გაიზრდება თქვენი უპირატესობა და აი ნივთების დაუფლებაზე და ნივთების საკუთრებაში ქონაზე მე მაქვს ესეთი მაგალითი, რომ მინდოდა კონკრეტული მანქანა, რომელიც არ იყიდებოდა იმ მომენტისთვის და მე მინდოდა კონკრეტული ფოტოაპარატი, რომელიც იყო out of stock-ში და ნუ აი არ ვიცი, არ საიდან კი არა და იმდენი ჯგირკედელაობით და ძებნით პანამიდან ვიპოვე გერმანიაში 2 თვე დაველოდე რომ დაემზადებინათ გულისხმობ ფოტოაპარატი. ჩამოვიდა და მესამე თუ მეოთხე დღეს ჩამივარდა წყნარ ოკეანეში პირველად როცა მქონდა სახლიდან გატანი და ნუ მანქანაზეც ავარია შემემთხვა. არ იყო ჩემი ბრალი ვერ შევძლებდი ამ ავარიის პრევენციას, მაგრამ ჩემი მაგალითი ეს არის, რომ მე მქონდა ხასიათში, რომ რაღაცა მინდა და აი ეს მიღწევატორი ჩამერთვებოდა და უნდა მიმეღო, არ ვიღებდი არავისგან უარს, სამყაროსგან უარს, დამიჯდებოდა 3-ჯერ მეტი ფული, 4-ჯერ მეტი დრო, 7-ჯერ მეტი ნერვი, მაგრამ მაინც მივაღწევდი ჩემსას. ეს არის უდიდესი რესურსის ხარჯვა და ხარ წაგებული და ხშირ შემთხვევაში ისე ამთავრებ როგორც მე. და როცა მე არ ვამბობ რომ მიზანი რო გაქვს მისკენ არ უნდა იარო, მაგრამ უნდა მოდუნდა რა, აი რაღაცნაირად მინდა ეს ხე გაიგერა ღირს როგორია თუ ყველა პირობა გაკმაყოფილებს, რა თქმა უნდა იყიდე, მაგრამ თუ აი გრძნობ წინაღობას და დაპირისპირებას ხალხისგან საერთოდ სამყაროს ნიშნას მიიღე ეს წინაღობა, რომ ხანდახან ყველაფრის გადალახვა და ტრაქტორით გადავლა არ არის საჭირო და ჩემი ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი, დაბალანსებული, გაწონასწორებული გახდა და აი ეს რაღაცა კონსუმერიზმი მნიშვნელოვნად შემცირდა ჩემს შემთხვევაში. ავტორი გვეუბნება, დაიმახსოვრეთ თქვენზეა დამოკიდებული, დაუშვებთ თუ არა იმას, რომ შეწუხდეთ. შეგიძლიათ საერთოდ არ ჩააგდოთ მომაბეზრებელი ადამიანი, რომელიც მოსვენებას არ გაძლევთ და უჩვენოთ, რომ მასზე მაღლად გახართ, როცა ის არ იმსახურებს თქვენს ყურადღებას. საუკეთესო გაკვეთილი, რომელიც შეგიძლიათ მისცეთ მომაბეზრებელ კოღოს, ასეთია. დაივიწყეთ უგულებელ ყავით. თუ ეს შეუძლებელია, ფარულად უნდა იქნეს მიღებული ზომები მის გასანადგურებლად და ზურგი შეაქციეთ იმას, ვინც არსებითად თქვენში საშიში არ არის. ნუ, ვინც არ გიქმნით სერიოზულ პრობლემას, რა თქმა უნდა, არ ღირს რა ამაზე დროის დახარჯვა. მარტივი მაგალითი, რადგან ვფიქრობ საქართველოში ბევრ ადამიანს უბრალოდ ბევრი მძღოლი ყავს გაღიზიანებული, ბევრს აქვს რაღაცა აგრესია, რო არ ვილაპარაკოთ საიდან მოდის, ფაქტად მივიღოთ, რომ საქართველოში მანქანის ტარება განსაკუთრებით ქალაქში არის საკმაოდ სტრესული. აი გადაგიჭრა ვიღაცამ ხო გზა, არ დაგითმო, ის ეს დაარღვია. დაიკიდე რა, აი დაიკიდე, ნუ ჩაერთვები ამ რაღაცა ჩხუბი ბრაზი, ხანდახან შეიძლება მე ჩავთვალ, ეხლა რა თქმა უნდა ბევრად ნაკლებად არ მახსენდება, განეიტრალდი, შენ იყავი ნეიტრალური, სხვა შემთხვევაში თელ შენ ენერგიას წაიღებს ესეთი პატარ-პატარა პრობლემები და დღის ბოლოს ისე ჩაივლის დღე, რომ საკუთარი თავისთვის და საკუთარი ცხოვრების დიზაინისთვის არაფერი არ გექნება, ესე ვთქვათ, ისეთი ღირებული შექმნილი. და შემდეგ მოდის კანონის დაცვის მაგალითი მეფე ჰენრი მერუეს გადაწყვეტილებაზე. მეფე ჰენრი მერუე გაგახსენებთ ემბოლეინის ესე ვთქვათ მეუღლე, მისი მეორე ცოლი იყო ემბოლეინი, ამაზე ფილმიც არის გადაღებული და ბავშვობაში საკმაოდ ისე დრამატულად აღვქვი, ვისაც გახსოვთ, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში.
მას ყავდა ცოლი ეკატერინა, რომელიც იყო თავის ძმის ცოლი და ნუ მოკლედ გადაწყვიტა გაშორება. რომ გაშორებოდა, მას სჭირდებოდა რომის პაპის კლემენტ მე-7-ის კურთხევა. კლემენტ მე-7 ესე ვთქვათ, არ დართო ნება და რა გააკეთა მეფემ და მართლა მეფურად მოიქცა, ხო? თავის ძალაუფლება ბოლომდე გამოიყენა. გამოეყო საერთოდ რომის კათოლიკურ ეკლესიას გაწყვიტა კავშირი და დაარსა ანგლიკანური ეკლესია ინგლისის მეფის მეთაურობით, ანუ თავის მეთაურობით და ნუ ავტორი გვეუბნება გასაკვირი არ არის, რომ ახალ დაარსებულმა ეკლესიამ ემ ბოლეინი ინგლისის კანონიერ დედოფლად გამოაცხადა. აქ ეხა ორი რაღაც გამახსენდა. პირველი რომ ადამიანს რაღაც ძალიან თუ უნდა იმას აკეთებს, განსაკუთრებით მეფე თუ არის, წარმოიდგინეთ ფაქტობრივად რელიგიურ მიკუთვნებულობაზე თქვა უარი, გამოეყო მართალია ისევ ქრისტიანობის ქვეშ, მაგრამ ესე ვთქვათ, ცალკე მიმართულებით ეკლესია ჩამოაყალიბა და მოიყვანა ცოლი. აი ასე უნდადეს კაცს ცოლის მოყვანა. მოკლედ და არანაირი მიზეზი არ მიიღოთ, აგერ კაცმა რამდენი ისრომა, ხო? და მეორე ის რომ თუ ხარ ბოსი და ამას გაძლევ შენი სტატუსი, პოზიცია, გამოცდილება, არ ვიცი, ოჯახი, შეგიძლია გამოიყენო. ესეც არ ტეხავს ჩემი აზრით. იმიტომ რომ შენ და შენ წინაპრებს ან მარტო შენ ან მარტო იმისთვის უშრომია ზუსტად რომ რაღაცნაირი ისეთი ცხოვრება გქონდეს რა სრული შენი გადმოსახედიდან და არა საქართველოს მთელი მოსახლეობის გადმოსახედიდან. შემდეგ რომ გავაგრძელოთ კითხვა, სხვა ადამიანთან დაახლოება, თუნდაც მასთან ბრძოლა ნიშნავს იმას, რომ მისი გავლენის ქვეშ ექცევი და ემორჩილებით მას. ხოლო ჰენრი მენროემ კი არ დაუწყო კლემენტის რომ გეხვეწები, ერთხელ კითხა მარტო მომცემ უფლებას, მომცემ, არ მომცემ, კარგად იყავი. ანუ მის გავლენის ქვეშ არ მოექცა, თორე ის რას იზამდა, ისეთ ხრიკებს გამონახავდა, აბა 2 წელიც მოვიცადოთ, აბა ეხა ომი დაიწყო, აბა ეხა ამის დრო არ არის. ძალიან ხმაურიანი ჯომერდობის სტუმრები ყავს ჩემს მეუკლეს, მაგრამ არა უშავს. იმედია ჩემი ხმა კარგად ისმის. მოკლედ ჰენრიმ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა კლემენტისკენ, მან გამოიყენა ძალაუფლების მქონეთა დამანგრეველი იარაღი, სრული ზიზღი. სრულ ზიზღს მე უფრო ვთარგმნიდი ქართულად სრული დაკიდება. აი დაიკიდე და ხშირად ამბობს რობერტ გრინი, ვინც მისი გამომწერი ხარ, თუ არ ხარ, შეგიძლიათ გამოიწეროთ, იმიტომ რომ ინსტაგრამზე ძალიან კარგი კონტენტი აქვს. Be bold. ანუ აი კაფიო იყავი რა, გინდა შეგიძლია გააკეთე. ნუ დაიწყებ ცხოვრების გადადებას და ცხოვრებაზე უარის თქმას, იმიტომ რომ აბა აი სხვა რას ვიფიქრებ და იმიტომ რომ კარგი გოგოს სინდრომი გაქვს, ან რა ვიცი, შეიძლება კარგი ბიჭის სინდრომიც არსებობდეს, ხო? ალბათ არსებობს. მოვიხსნათ ეგ სინდრომები, ვიყოთ ბოლდები და ვიმოქმედოთ ჩვენი სასურველი ცხოვრებისთვის. მეფე ხარ და ვერ ამჩნევ მათ, ვინც თავს გესხმის. გამოიყენე და ნახავ როგორ აგიჟებს ხალხს ეს ტაქტიკა. მათი მოქმედებებისა და თავდასხმების მიზანი ხო თქვენი ყურადღების მიკრობაა. თუ მათ არ აგდებთ, მათი ყველა კრიტიკი ამაო აღმოჩნდება. ეხლა ამაზე ძალიან საინტერესო მაგალითი მაქვს, იმიტომ რომ როგორც მოვყევი სამსახურებში მქონდა სამი შემთხვევა, როცა ავყევი და ჩავერთვე ამ ორთაბრძოლის ფერხულში რა. და ეხლა წიგნის კლუბში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სადაც ვართ მარტო ქალები და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ მეგობრები, იმიტომ რომ 1 ნოემბრიდან ერთად ვართ ყოველ კვირა. მქონდა ესეთი სიტუაცია, მოკლედ ისე მოვყვები რა, უფრო გასაგები რომ იყოს ცოტა ვრცლად. წიგნის კლუბში დავამატეთ მე და ჩემო მეგობარმა მაიკომ, რომელიც არის ჩემი საქმიანი პარტნიორი და მე ვარ მისი ბავშვის ნათლია. დავამატეთ წიგნის კლუბის გოგოებისთვის ესეთი საპილოტო ვერსია პროდუქტი ცხოვრების დიზაინის შესახებ, სადაც ხდება
ცხოვრების დიზაინის განსაზღვრა, ანუ თვით გამორკვევა, შემდეგ გამბედაობაზე მუშაობა და შემდეგ მოქმედებაზე. და სექტემბრიდან ვაპირებთ, რომ ეს იყოს ფასიანი, სამთვიანი პროგრამა, მაგრამ წიგნის კლუბის გოგოებისთვის ორმხრივი win-win სიტუაცია რო ყოფილიყო, ჩვენ დავტესტეთ რაღაც, ესე ვთქვათ, ეს ჩვენი საპილოტო ვერსია უფრო სწორად ტესტავთ და ისინი გვაძლევენ უკავშირს თან იმათ ვეხმარებით და ამ პროექტის ფარგლებში ჩემი ინიციატივა იყო და მაიკოც ამაში დამეთანხმა, რომ წიგნის კლუბის გოგოებმა თუ იციან რაღაც ისეთი რისი გაზიარებაც სურთ, იმიტომ რომ ბევრმა ვიცით ბევრი რაღაც, მაგრამ მოგბეზა, არ გვაინტერესებს, არ ვთვლით თავს საკმარისებას, მაგრამ სხვადასხვა მიზეზი არა, თუმცა არ ვაზიარებთ. თუ ვიღაცას უნდა და რაღაც გაზიარება, შეეძლო ესეთი რაღაცნაირი მკაფიო პრეზენტაციასავით გაეკეთებინა, მე და მაიკო გადავხედავდით და შემდეგ მიეცემოდათ საშუალება, რომ ჩვენ საპილოტო ვერსიაში ინტეგრირებულიყო ეს ერთ-ერთ მასტერკლასად და ერთ-ერთ კვირადღეს წაეკითხათ რა და ესეც ხდება, ვინც გამოთქვამ სურვილს, მათთან ერთად ვაკეთებთ ესეთ კოლაბებს. მოკლედ ერთ-ერთ ონლაინ შეხვედრაზე წიგნის კლუბის წევრისგან სავარაუდოდ ჩემ მიმართ, იმიტომ რომ სხვა, ან ჩემ, ან მაიკოს, ან ორივეს მიმართ, უფრო ჩემ მიმართ, იმიტომ რომ მე უფრო დიდი ხანია ალბათ მიცნობენ და საპრეტენზიოდ მეტი შეიძლება ჩემთან გქონდეთ. მივიღე ესეთი გამოსვლა შეფასება, რომ მე ვიცი ეს, ვიცი ის, ნუ რაღაც არ ვიცი, 10 რაღაც, მთელი ცხოვრება ვაკეთებდი იმას ამას და ნუ აი ჩემ გარდა რაღაცა ყველას მოგეცათ აქ გაზიარების საშუალება და რაღაც აი ეს ჩემი ნიჭები ვერ დაინახეთ. დაახლოებით ესეთი რა. ამ ადამიანს ეს შეეძლო ჩემთვის ცალკე ეთქვა. ამ ადამიანს შეეძლო ეს ჩემთვის საერთოდ არ ეთქვა. შეეძლო მე და მაიკოსთვის ეთქვა, მაგრამ ნუ მითხრა 30 კაცი სანდასწრებით და იქიდან გამომდინარე, რომ მე და მაიკო ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ შეიძლება ჩაატაროს მასტერკლასი, თუმცა მას არ მოუმართავს, ესე ვთქვათ, კონკრეტული გეგმით რა მასტერკლასს ჩაატარებ და გამოვიდა რაღაცა საჯარო თავდასხმა. ძველი ელენე, რომელიც იმ მომენტში გამოიღვიძა და აბა აქ რა ხდება, საჩემო საქმე ხო არ არისო. აუცილებლად ჩაერთვებოდა ამაში და ნუ დაიწყებდა იქ თავის მართლებას არა, ძალიან ისეთ რაღაცა მკაცრ საუბარს, ფაქტებით, არგუმენტებით, აი ისეთ იურისტულს რა. და აი ახანდელმა ელენემ დაიკიდა. აი ბოლომდე დაიკიდა, არ გასცა პასუხი. პასუხის არ გაცემით, ჩემი აზრით, მე გავიმარჯვე იმ თვალსაზრისით, რომ სრულიად გავანეიტრალე სიტუაცია, ანუ აგრესიას თუ არ დაახვედრებ, აგრესიას ის ვერ გაბევრდება. მეორე მხრივ არის შემთხვევები, როცა აგრესორი, როცა არ ახვედრებს შენ კონტრ, ესე ვთქვათ, პასუხს და მოქმედებას, კიდევ უფრო თუ მჩაგვრელი აქვს, ცდილობს რომ დაგჩაგროს და შენ რაღაცა მსხვერპლის როლში მოგაქციას, ხო? ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია, გააჩნია რა სიტუაციაში ხართ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში წიგნის კლუბი ჩემია, წიგნის კლუბს აქვს თავისი, ესე ვთქვათ, ეტიკეტის ქცევების წესი. ერთი წიგნის კლუბის წევრი გავუშვით ისედაც კლუბიდან ამის დარღვევის გამო, თუმცა აქ იყო შეთანხმებული პოზიცია და ამ შემთხვევაშიც თუ აგრესია გაიზრდება, შემიძლია შეთანხმებული პოზიციით, ესე ვთქვათ, ეს ადამიანი წავიდეს წიგნის კლუბიდან. ამიტომ მე იმას არ ვამბობ, რომ ერთი ლოყვა მიუშვიროთ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, არც ერთი ლოყვა არ მიუშვიროთ. თუ არის ისეთი რაღაც, რაც თქვენ ძალიან არ გაბრაზებთ და რაღაც ესე მოწფინებაზე არ გიწევთ კავკასიური იოგის ჩატარება, მაშინ დაიკიდეთ. თუ არ შეგიძლიათ რომ დაიკიდოთ, ან წამოდით, ან დაელაპარაკეთ და შეცვალეთ, ან ნუ ისწავიდეს, ხო? და ძალაუფლების გასაღები. სურვილები ხშირად იწვევს პარადოქსს, რაც უფრო მეტად გსურთ რაღაც, რაც მეტად მიისწრაფით ვისკენ, უფრო რთული ხდება სასურველის მოხელთება. ისე ხელიდან გისკლებათ, უკონტროლო სურვილის სუსტ უმნიშვნელო საბრალო ადამიანად გამოგაჩენ და ალბათ გაგახსენდებათ ყველას, რომ
თავარი რჩევა, რაც არის ხოლმე უკიდეგანად შეყვარებულ ადამიანებზე, ცალმხრივად, თუმცა ალბათ ცალმხრივი არ არსებობს სიყვარული, მაგრამ თქვათ, რომ ცალმხრივი ამოჩემება არის, რომ დაიკიდო, არ მიაქციო ყურადღება და მერე ეს ესე ვთქვათ, განზიდულობა, რაც არის, გაქრება და ენერგეტიკულ დონეზეც, როცა რაღაცა ჩაციკლით გინდა, მაშინ ქმნის შენ ენერგეტიკულ ბლოკს და აქედან გამომდინარე ეს ჩაციკლური სურვილი არ მატერიალიზდება და როგორც კი ესე ვთქვათ, მოდუნდები, მაშინვე იწყებს მატერიალიზებას და აქვე არის კრილოვის ესეთი პატარა იგავი, რომელიც ძალიან შემეხმიანად, ან აკაკი წერეთელის თარგმანია. ბავშვმა ლანდის მოინდომა დაჭერა. გამოუდგა ხანაკ ხანიკ ეძღერა, მაგრამ ხელი ვერ მოავლო არ იქნა. გაუკვირდა და გონება დაებნა. როცა მისდევს გაურბის,ერიდება თუ გაჩერდა, ლანდის მის წინ ჩერდებას, თქვა დამცინის, არ მეთამაშებაო, რომ გაუშვა სწორედ არ იქნებაო. დიდხანს დია, მაგრამ ვერაფერს გახდა მის დევნაში, კინაღამ სული ამოხთა. მოეწყინა, მოშორდა, აღარ უნდა, დაიღალა სახლისკენ გამობრუნდა. მაშინ ლანდიც აედევნა, მას უკან არ შორდება, ყოველ ბიჭზე დასდევს თან. ბედით სწორედ ამნაირად იქცევა, თუ რომ მისდევ გარბის, უკუ გიდგება თუ გაურბი, თვითონ გამოგიდგება. აი ძალიან ისეთი შემკვრელი, ესე ვთქვათ, იგავია იმაზე, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როცა რაღაც ძალიან გვინდა, გამოვარკვიოთ რა გვინდა და ცოტა დაკიდება შევუშვათ მაგ, ესე ვთქვათ, მონდომებაში. იმის მაგივრად, რომ პრობლემა იდეა ფიქსად გექცეთ, გააზვიადოთ და გააღრმაოთ, სხვებსაც დაანახოთ, რამდენ ღელვარებასა და შფოთვას იწვევს ის თქვენში, უმჯობესია არისტოკრატისთვის დამახასიათებელი აბუჩად ამგდების ნიღაბი მოირგოთ. არავის დაანახოთ ამ პრობლემის არსებობაზე რამე თუ იცით. აღნიშნული სტრატეგიის გამოყენების რამდენიმე გზა არსებობსო და ერთ-ერთი გზა, რომელიც მე ძალიან შემეხმიანა, არის რომ აი უპასუხე ალერსიანად, ტკბილი ღიმილი, კიდე უფრო მეტი მეგობრობა და საერთოდ გაანეიტრალებ და დააბნევ ადამიანს განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, შემთხვევების გარდა. ამ ესე ვთქვათ, კანონს აქვს საპირისპირო მოსაზრება, რომელსაც ვეთანხმები და ის შემდეგშია. ვიდრე არსებობს პრობლემა, ის შეიძლება ღვიოდეს და იმის რისკს შეიცავდეს, რომ ალი კვლავ აბრიალდება, არ დაუშვათ კონფლიქტის ავთვისებიან სიმსივნეთ გადაქცევა. ანუ აქ ავტორი ჩემი აზრით გვეუბნება, რომ რაღაცნაირად სირაქლემას პოზიციაში კი არ უნდა ჩავდგეთ, თუ მტერი ყავს და მოგზდავს, არ გავიქცეთ ამ პირიქით, არ ვიცი, არმია არ ავიყვანოთ მის გასანადგურებლად, ან ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს და თავისით მოევლება. არა, უბრალოდ არის პრობლემის კატეგორიზაცია, არის პრობლემები, რომლებიც თავისით გვარდება, არის პრობლემები, რომლებიც შეგვიძლია მოგვიანებით მოვაგვაროთ და არის პრობლემები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩავერთოთ და მოვაგვაროთ და როცა გავაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, აი დიდ პრობლემას, რასაც ვეძახით, ბევრად უფრო ეფექტურად მოვაგვარებთ, ვიდრე მაშინ, როცა ყველაფერს ვეძახით პრობლემას და ვგონია, რომ ყველაფერზე უნდა დაიხარჯოს ჩვენი რესურსი. ეს არის 36 კანონის განხილვა. დაგვრჩა კიდე 12 კანონი და თქვენთან ერთად დიდი სიხარული და სიყვარულით განვიხილავ ამ კანონებს ზაფხულის განმავლობაში დროებით.